უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მოგეხსენებათ და ფინანსდებოდა ისეთი პროგრამები, რომელიც ახალი ქართველის გამოყვანას უწყობდა ხელს. და მე მახსოვს, მე არ ვიცოდი მაშინ, რადგან უხელფასო დავრჩით, დავიწყე დევნა და ძებნა, რომ იქნებ რაიმე პროექტებით მაინც ორი თეთრი მოგცენ მეთქი. მე მაშინ არ ვიცოდი, რომ თურმე სოროსის ფონდი არ დაგაფინანსებს, შევიტანე წიგნი, ძალიან საინტერესო წიგნი საქართველოზე, რომ ქართველი ბავშვი როგორ უნდა გაგვეზარდა. მთელი ქართველი კლასიკოსები და მსოფლიო გამოცდილებით. და იქ იყო ერთი თავი რელიგიაზე. და მითხრეს, რომ იქ სადაც ქრისტიანობაზე არის საუბარი, ვერ დაფინანსდება. ასევე ევრაზიულ ფონდში დავინტერესდი, როგორ ხდებოდა პროექტების განხორციელება და მომცეს ერთი პროექტი, რომელიც როგორც მე ვფიქრობ გამარჯვებული იყო, ზურა ჭიაბერაშვილის, სადაც იყო განმარტებული, რომ უნდა იმისთვის, რომ მომავალში საქართველო იყოს ძლიერი, საჭირო არის დაივიწყოს წარსული. და ამისთვის საჭირო არის ყველაზე მეტად, ზედმეტად არ ჩაეჭიდოს წარსულის ფესვებს და ამისთვის საჭირო არის ისეთი ადამიანების მოძებნა, რომლებიც გახდებიან პოპულარულები, ტელევიზიები, წიგნებით, ამათ სჭირდებათ დაფინანსება და ამ დროს შერჩეული ყავდათ რამდენიმე პიროვნება, მე კარგად მახსოვს და დამამახსოვრდა განსაკუთრებით ლაშა ბუღაძე, იმიტომ რომ სწორედ მან წყინვალედ შეასრულა დავალება და უცხოური დაფინანსება და დაწერა თამარ მეფეზე შემზარავი ნაწარმოები და ცოტა ხანში ოქროს საუკუნე თუ არ მეშლება სათაური მაპატიოს ავტორმა თუ მეშლება, სადაც იყო იმაზე საუბარი, როგორი ჩამორჩენილი ქვეყანაა საქართველო, როგორ უნდა მამაკაცს მამაკაცთან დაქორწინება და ქალს ქალთან, როგორ მიდის ეს წყვილი უცხოეთში და შემდეგ რა ბედნიერები არიან, რომ მათ ბავშვი აიყვანეს და მე მახსოვს, შეხვედრა მქონდა საბერძნეთში ქართველებთან და აღშფოთებულები დამხვდნენ, ვიფიქრე რამე დავაშავე მეთქი და თურმე ლაშაზე იყვნენ აღშფოთებული, ჩამოსული იყო ეს წიგნებიო ვიყიდეთო და სახში საქართველოს მონატრებულმა ქართველებმა რომ მივიტანეთო და ვიფიქრეთ შვილებს წავაკითხებთო გული გაგვისკდა ეს რომანი რომ ნახეთო. აი ეს და მე უკვე საქართველოს ვერ ხვდებოდა, რატო იწერებოდა ისეთი წერილები, როგორც არის ქართლის დედის შეურაცხყოფა, რატო ხდებოდა მაგალითად რომანებში სვანი ადამიანებზე უარყოფითი ნაწარმოები, სადაც ერეკლე საღლიანმა კინაღამი ფაქტი მიიღო მახსოვს სუდ კონტექსტში მოხსენიებული. ეს ყველაფერი იყო ერთადერთი რამისთვის, რომ დარღვეულიყო ქართველი კაცის საუკუნოვანი ცნობიერება. ამიტომ მოხდა თქვენ სახელმძღვანელო მკითხეთ, ამიტომ მოხდა იგივე დედაენის სკოლებიდან ამოღება და მე მახსოვს, როცა უკვე თქვენი ხელისუფლების დროს მოხდა ის, რომ დედაენას მიეცა იაკობ გოგებაშვილს უფლება, რომ სკოლებში შესულიყო, როგორ გამოდიოდნენ და ამას დიქტატურად მიიჩნევდნენ ჩვენი ლიბერალები. ისიც მახსოვს, რომ ბატონი ოტია იოსელიანი ბოლო დღეები მე მაგ გადაღებული და ბატონი ოტია ასეთ რამეს მიყვება, რომ რას აკეთებენო კაცო, ესენიო თლად გააბდლდნენო. რატო მეთქი ბატონო ოტია და დედაენაო ისე გააფუჭესო და თან ქვიაო წიგსო საავტორო წიგნიო და ვიკითხეო რას ნიშნავსო, თურმე დედაენას რომ გააფუჭებ და გაანადგურებო, ას არისო საავტორო წიგნიო და რომ მივედიო სკოლაშიო და დირექტორმა თავისი დაწერილი დედაენა მომცაო, გადავშალეო პირველ გვერდზე, აიაო გამიხარ და დედა პატივი უციათო იაკობ გოგებაშვილისო, მეორე გვერდზე უკვე იყოო ესაო ხო და აითხაო, არ გადმომიხტუდეს კაცო თხა წინო და მე იუმორში ამბობდა, რომ მე ხვეწებოდა დირექტორიო, რომ ბოლომდე ჩადით ბატონო ღვინო რო გასინჯოო, თხლემდე კი არ უნდა ჩაქვიდე, რო დალე ვერ წვიც მიხვდები კაია თუ ცუდიო და აი ესეთ თავს ვიქცევდით, რომ იტყვიან იუმორით იმ პრობლემებზე რაც იყო. პრობლემა იყო ისიც, რომ დედაენი და სახელმძღვანელოდან ამოიღეს ისეთი პატრიოტული ლექსი, მე მიმაჩნია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვისთვის სასწავლი ლექსი, როგორიც არის სადაც მშობილო არ გავსtildeარ და მის როლია ისა. ბევრი რამე შეიცვალა. სახელმძღვანელობაში ისეთ ცუდად შექონდათ ლიტერატურა, რომ ზოგჯერ კარგი ნაწარმოებიც კი ცუდად აღიქმებოდა ბავშვებისთვის. და ყველაფერი ეს ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ ჩვენ არა გვაქვს დიდი ლიტერატურული წარსული, რომ ჩვენ ჩამოვრჩებით ეპოქას
და სამწუხაროდ დღემდე კარგი ლიტერატურის შეტანა სკოლებში დღესაც კი ძალიან ძნელია, მაგრამ არის სკოლები, საავტორო სკოლები, სადაც მაგალითად ავალებენ ბავშვებს, რომ მანდამაინც სულაკაურის გამოცდილების წიგნები იყიდონ და არც თუ ისე მაღალი მხატვრული ნაწარმოებები. ეს დღესაც კი ბოლომდე ძალიან ბევრი რამ არის ქალბატონო თეა სამუშაო. მე არ ვამბობ, რომ მე შემიძლია ბევრი რამის გაკეთება, თქვათ, ამ სფეროში, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც კარგად იციან და ალბათ ის, რომ თქვენ ბოლო 2-3 წელი არის ამაზე მიდის საუბარი, რომ სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს, ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის და მადლობელი ვიქნები, თუ კი ამ ხაზით წავა სკოლებში სახელმძღვანელოების გადახარისხება.